ყველა გზა რომში, კი არა და ყველა გზა ეშრეფიკოს სახლისკენ მიდის. რამდენჯერ სცადა უკვე ამ გოგომ გაქცევა და ყველა ჯერზე ისევ აქ ბრუნდება. ხომ იცის რომ არ დავერწავა და რაღაცა ირჯება ზედმეტად. ან თავს რად იტანჯავს, ან ჩვენ რად გვტანჯავს. მოაწყო ავარია ისე რომ სამიზნეს არაფერი ევნოს. აი რა არის ნამდვილი ხელოვნება. ისე იფტერს რატომ უნდა ასე ძალიან ეშრეფის სიცოცხლე. დავიჯერო მხოლოდ იმიტომ რომ მის შვილზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობს. აქ ჩვენმა ეშრეფიკომ მოიწყინა ნახევარი საათის როლის გარეშე და ცოტა ექშენი დაამატა. პროფესორი როგორ დაიჭირეს, ყველაზე მეტად ფარუკზე ნერვიულობ ხოლმე. კიდევ აიტენს რომ მახსენებს. ნეტა მეც ასეთ უყვარვარ ჩემს ქმარს. ერთი ანჟელიკას მშურს და მეორე აიტენი იქნება ასეთ უგაგრძელდა. მუსლუმს მთელი სამყაროს დანაშაულის საკუთარ თავზე აღება უნდა. რო რამე მუსლუმ აგერ ხარ ხო? ამ ბოლო დროს გურდალი მაღიზიანებს. რა თქმა უნდა, აქ სამივე გამოძვრებოდა, კი გითხარით წინა ვიდეოშიც. კენანი სუფთა მელაკუდაა. მასტერკლასს ატარებს, როგორ დავიძვრინოთ თავი ოსტატურად განსაცდელის ჟამს და მიუსწარით ადგილები შეზღუდული ყოფილა. კადერ კი მიყვარხარ, მაგრამ დამღალე უკვე ამ შენი გზით სიარულით. რაც არ უნდა იყოს, უსაყვარლესია. გონჯა, შედი გვირაბში. რა გემრიელად დაამღერა ნისანის ორსულობის შესახებ. ერმაკს სულ ორ ცეცხლშუა აგდებენ, რაქნას, ედაქალოს თუ ემულოს, ან ერთს, ან მეორეს. მაგრამ ჯანდაბას მულობა, როცა არსებობს დაქალობა. ძალიან მართალია ერმაკი, ყოველთვის ასეთია. ერთი შეცდომა კი ძალიან მოუვიდა ნისანთან, როცა გაიგეს მისი აგენტობის შესახებ. მაგრამ მალევე გამოასწორა და უშეცდომოც არავინაა. კაი ნერვების ბატონ პატრონი კი ყოფილა ეს ჩვენი ეშრეფიკო. გაიგო რომ ნისანი ბავშვის მოშორებას აპირებდა და მივიდა და ჩაეხუტა. დრამასაც წავიდა. მეთქი აიჭრება ახლა და მივარდება როგორ დამიმალე, როგორ გაბედე, უჩებოდ გადაგეწყვეტა. ისე მშვიდად უთხრა, რა ვიცი, ქიმიაც დამაკლდა, ფიზიკაც და ბიოლოგიაც. ერთ საკითხში მკაფიოდ ვემიჯნები ნისანს. რას ნიშნავს აბორტის გაკეთება მიზეზით? ამ სამყაროში ბავშვის გაზრდა რთულია, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება მისი სიცოცხლე საფრთხე შეექმნას. არ გაჩენილი ბავშვის სიკვდილი უფრო მარტივია. ამის დახარისხება შეიძლება საერთოდ. და თუ ასეა, რა საჭიროა მაშინ გონჯა გურდალის დრამა? ბოლოსთვის შემოვიტოვე ეშარი, რომელიც ძალიან შემეცოდა. იმედია ბავშვს არაფერს დაუშავებენ. ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როცა მინდა რომ ეშრებს ეშარმა მოუგოს და შვილის სიცოცხლე დაიხსნას. თან როგორ მძიმე მდგომარეობაშია, ერთმა პატარა შეცდომამ შეიძლება ელიფს სიცოცხლე წაართვას. სულ ერთი კითხვა მაწუხებს, რაც ეს ამბავი ცხადი გახდა. როგორ მოიქცევა ეშრეფი, ზედმიწევნით კარგად რომ იცოდეს ელიფის მდგომარეობა და იფტერის მუქარა ეშარისადმი. რამდენიმე საათში სერიის მეორე ნაწილსაც ვნახავთ და სურათსაც უფრო სრულყოფილად დავინახავთ. მადლობა რომ მიყურეთ, მე დაგემშვიდობებით და სამ დავალებას დაგიტოვებთ. კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი აზრი, გამომიწერეთ და მადევნეთ თვალი.